მოვედი აქავარ. ერთი ჯოხით ავარ. გამარჯობა. მე მგონი რა ვიცი, მე მოვედი. მე მგონი ყველაფრით მოვედი. აი მე დაჯენანა დასკამდი. გამარჯობა ხალხო. ეხლა მე ჩემი ყავით ავარ მოსული. ინოჩენტემ უკვე მომიტანა ყავა, ამის გადაგდებაც და მოვიწყდა ესა. ბარიდან, ქალაქ ბარიდან მეთქი, ჩვენი ბარიდან დილას გავიდა, ხო და მე ვიფიქრე, რომ ესა მეთქი. ეხლა ნელა გავემზადები მეთქი და გავჩახჩახდები და ყავას დავლევ. ცოტას რომ ვემზადებოდი, გავხედოთ მოვიდა და ყავა მომიტანა და ეხლა მეზარება და გასვლა, ხო და არა და იქნებოდა კარგი რომ გავიდე. და ამიტომ არ გავედი და რადგან არ გავედი, ვიფიქრე, ჩემ თავს ძალა დავატანე, ვიდეო ჩავწერო და თქვენთან მოვედი. ატაბატაკი ვთქვი, მაგრამ მე მგონი რომ ვთქვი. რატომ? თან მიმდევრობით, ნანა. თანსადილს ვაკეთებ, ერთი ყური და ხო, ეს კვერცხი დაიც თან მიმდევრობით. ეს საწავიღო, ეხლა იმას ავფიქრობ, რომ ცხვირპირიდან მოვირიდოთ. ჩემი ლომი ხო აქ უნდა იყოს. ეს ფირმა, ლინკდის ფირმა, რა ვიცი, ვინც აქ ახარ თუ საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ვინც აქ არის ან ევროპაში, ცნობილი ფირმაა და ვიცით. იმისა ლატინა რა არის? ჟესტი. აი ესეთია. ანუ ეს იყო ცარიელი. წავედით, რომ მინდოდა შოკოლადები შაქრის გარეშე. ხო და უკუღმიდან კი ვიწყებ, მაგრამ რა უშალა, შოკოლადები მინდოდა შაქრის გარეშე და ერთგან იყიდება აუტლეტია, დიდი სავაჭრო ცენტრი და იქ არის მაღაზია ამის საფირმო და იქ არის ეს უშაქრო შოკოლადები. დანარჩენი აქ სუპერმარკეტში თუ წავაწყდი, რომ აი 30% ნაკლები შაქარი არ არის უშაქრო, მაინც შაქრიანია და მაგზნობინებს ხოლმე და მარტო იქ არის. ღირდა ადრე რომ ვიყავით, ერთხელ ვიყავი 41 თუ რაღაცა ევრო, 41 ევრო კილო. აი ესე. მაიცა? ორნაირია მარტო, დიდი არჩევანი კი არ არის. ფონდენტეს რა ქვია, შავი შოკოლადი და რძიანი შოკოლადი. აი ესენი არის. და ღირდა 100 გრამიანი პლიტკა. ღირს 6 ევრო მგონი, 6 ევრომდე. ხო და ესენი ღირდა მაშინ როცა ერთხელ ვიყიდე 41 ევრო კილო, მერე რომ მეორეთ ვიყავით მგონი უკვე 47 ევრო ღირდა და ეხლა არ ეწერა ფასები. ეკთანი ბიჭიცა ყოდა წაყვანილი, რომ რაღაცა უნდა და რა დაბადების დღე ჰქონდა გუშინ და ეს შოკოლადები გულის ფორმისა უნდა და რომ ეყიდა და იქ სტუმრებისთვის მიერთმია. ხო და კონსულტანტს რო ვკითხე, რომ რა ხდება, მეთქი ესენი ეწყო და ეწერა, რომ საჩუქრათო და რა ხდება საჩუქრათ, ეგრე არ აქვს ჩუქნია, რაღაცა პირობა ხო არის და მითხრა, რომ თუ იყიდიო ამასო 400 გრამსო 10%-იანი ფასდაკლება გაქო და პლუს მაგას ეს საჩუქრათო. ეს თუ იყიდიდი ღირდა 3 ევრო. ხო და მე ფასი არ ვიცოდი, არ მიკითხია. ვიყიდე, ეკლდა 400 გრამი არ იყო და მე 400 შეასრულეთ, ბარემ მიყვარს ვეისა საჩუქრები თქო და გადავიხადე, რაც გადავიხადე, ეს ჩემი ქმარი და ისა, ინოჩენტე და ის ბიჭი დადიოდნენ რაღაცებს, ათვალიერებდნენ შოკოლადებს და ისა, მე მანამდე ყავა დავლიე, ამათ საფირმო ყავები აქვთ თავისი და მოგართმევენ შოკოლადის კოვს და, ფასი რა თქმა უნდა შესაბამისად ღირს. ყავა მივირთი, მე ეს ჩემი რაღაცები ავიღე და რომ გამოვედით და უკვე სახში მოვედი, ახლა ჩეკს ხوار დაუწყებ ყურებას, ნაყიდი გაქვს და ესეც საჩუქრად ჩამიგდეს ერთი ცალი, ეს საჩუქრად ჩამიგდეს. ხო და ესა, ეხლა ისე დავდე რა გასალამაზებლად და ნახე ხალხო და აწეულა ფასი და 62 ევრო ღირდა კილო.
ანუ 400 გრამში გადავიხადე პლუს 10%-იანი ფასდაკლება იყო, ნუ და რაღაცა და არ ვიცი 24 евро გადავიხადე მოკლედ 400 გრამში. ხო და ეს საჩუქრად მომწეს და ეს მე ახლა რა ვიცი რაში გამოვიყენო სააღდგომო სუფრაზე თუ დავდებ, მაგრამ ნორმალი როგორ თქვა უნდა შეავსო თუ ვინმეს უნდა სიტყვაზე რომ ვინმეს აჩუქოს ეს შეავსებ შოკოლადებით, სიტყვაზე ასეთებით, ან რა ვიცი როგორიც გინდათ, ან კვერცხებით და მერე ჩუქნიან. ხო და მე მაქვს და ვის ვაჩუქო ჯერ არ ვიცი. ეხლა რა ხდება და მოვედი, ხო, ეს არის ვერო ნათია ვერო. ყავა არის შიგნი მონარქი. გავაკეთე ეხლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე გადავკარი, ეს ყავა მინდოდა ძალიან ეს და არ დამილევია უთქვენოთ ეს დღე. აი ძალიან მომწონს და მომკალით თუ გინდა, ოღონდ მართლა. ეხლა, ხო ის ჩერი რო იყო, ყავა ჩერი ლელამ გამომიგზავნა ორჯერ თუ სამჯერ, რა ვიცი მე, მაგრამ ისიც კარგი იყო, ისიც მომწონდა და ეს ჩემპიონია. ეხლა რაც შეეხება ეს არის ჩირები. ხო და კი მეტყვით ახლა დიაბეტი გაქვს და შაქარი, ნუ ერთი დიაბეტი არა მაქვს, შაქარი თამაშობს, ნუ კონტროლის ქვეშ ამყავს. მაგრამ ყოველდღე მივირთმევ ერთი ამას შეიძლება ყოველდღე არა შოკოლადში რომელიც არის და სამცავს ვჭამ ამას. ანუ ქლიავის ჩირს. და ერთ ცალს მივირთმევ კაკლის მურაბას. ხალხო ენერგიაც ამაქვს. ფიზიოთერაპევტმა შემატყო რომ ნანა ება რა იცის მე რას ავჭამ, კი არ მითქვია, მაგრამ აი ენერგია გაქვს აღდგენილიო, იმიტომ რომ ნუ ვარჯიშებს რო აკეთებ, ისეთ ვარჯიშებია ვაი დედა. ხო და საპეთქი ათმანდა. ხო და მithქმა მინდა რომ ძალიან მომიხდა ეს ჯირები და ისა კაკლის მურაბა. არ ვიცი, იმიტომ რომ ახლა ვიღაცა იტყვის რომ აი გლუკოზაა და მეტი არაფერი და ეს არ ვიცი, ფაქტი ის არის რომ ძალიან მოვიხედე. თქვენ ხო იცით ყავასთან მიყოლება არ მიყვარს არაფრისა. ეხლა გუშინ რატო არ მოვედი? მინდოდა ძალიან მინდოდა, გეგმაც მქონდა 8 მარტს ვიდეო ჩამეწერა. ძალიან ცუდად ვიყავ. პასუხობდი, მე მგონი რომ ყველას უპასუხე, არ ვიცი მოკლედ ვინც მილოცავდა, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ გიპასუხეთ და ან რომ მოგილოცეთ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის, აი ცუდად ვიყავი, ზოგმა ისე გაიგო ცუდად ვიყავი, რომ ფეხი მტკიოდა, არა, ფეხი მტკიოდა თავისთავად, იმიტომ რომ ამინდი იყო ცუდი და ფეხი მტკიოდა ძალიან, მაგრამ ფეხი რომ მტკიოდა, ეგ საერთოდ არ მედარდებოდა. ძალიან ცუდად ვიყავი. პირველი 8 მარტია, რაც დედაჩემი აღარ არის, რომ მე საფლავზე არ წავსულ ვარ. ვერ წავედი. ჯერ ერთი რომ ხან წვიმდა, ხან ცოტა კი არა წვიმდა. არა, მარტო რომ იმას ასველებს და მეშინო და სადმე არ ავსრიალდე მეთქი. სასაფლაოზე ცოტა შემეშინდა და ისა თან შორს არის საკმაოდ დიდი მანძილია დედაჩემის საფლავამდე გასავლელი, ხო და არ წავედი. 7 მარტიდან დამეწყო ტირილი. ხო, თან მაგიტოც არ მინდოდა მოსვლა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ უნდა ვიბღავლო. დღეს მთელი მობილიზება მაქვს დილიდან გაკეთებული რომ მაგრად ვიყო და ძალიან მძიმე დღე მქონდა, აი ვერ გეტყვით როგორი. არ გეწუწუნებით, უბრალოდ მინდა რომ გადმოვცე როგორც ვიყავი. რა ვიცი მე, ხა კი მომწერეს ჩემმა მდაშვილებმა, დეიდაშვილებმა, კი ვიცით როგორც იქნებიო. მაგრამ ფაქტი ის არის რომ ვერ შევძელი. გილოცავთ 8 მარტს ყველას გუშინდელ დღეს
ადრე მიყურებდა მე ერთი გოგო საფრანგეთიდან, რომელიც შემედავა და არა 8 მარტი და არა ქალების დღე და ქალთა დღე არა, ყველა დღე ქალისა. კი ბატონო, ყველა დღე უნდა იყოს ქალისა, ყველა დღე უნდა იყოს კაცისა, ყველა დღე უნდა იყოს ბავშვისა, ყველა დღე უნდა იყოს ბებისა, მაგრამ გვაქვს ეს დღეები, იმიტომ რომ დღესასწაულები რომ მოიგონეს, ამას თავისი დატვირთვა აქვს, ხალხო დამიჯერეთ, იმიტომ რომ ხალხისთვის არის ეგ, ხალხის როგორ ვთქვა, ტვინის გადასართველად, ხალხის ცოტა გასამხნევებლად, ანუ ცოტა რომ ერთი დღე გაილამაზო, თორე მას ეს სიტყვებით ლაპარაკი ყველა დღე ქალისა, ყველა დღე ყველასი უნდა იყოს, მაგრამ იცით რა არის, ყოველდღიურობა კლავს ყველაფერს, ადამიანებსაც და ადამიანებში ყველა გრძნობასაც. ყოველდღიურობა, იმედენ ეხლა მით უმეტეს. ადრე რა იყო საფიქრალი, არაფერი, რა იყო რა, დიდი არაფერი. ეხლა არის თუ არის ტვინი აფეთქებული ამდენი პრობლემებით, ამდენი ხარჯებით, ამდენი რა ვიცი მე, რა, ჩემ დროს, ჩემ მშობლებს დარდი რა ჰქონდათ. სექტემბრის მოსვლა ჩემ შემთხვევაში ზამთარიც, იმიტომ რომ ყოველ წელს ვიზრდებოდი და პალტო და ჩექმა ყოველ წელს ამჭირდებოდა და სექტემბერი კიდე ფეხსაცმელი, ახალი ფეხსაცმელი იყო ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ფორმის კაბები და ფორმის შარვალ კოსტუმები, რა ვიცი, იაფიღირდა და ისა, რა ქვია, ერთი ჯემპრით დავდიოდით მთელი ზამთარი, მაგრამ ხო, და რა ვიცი, რვეულები, კაპიკები ღირდა, ეს ისაღირდა, გუშინ ვფიქრობდი. აი, იმ დროს ჩემ ბავშვობას რა დრო იყო, ყველაფერი კაპიკები ღირდა, ორიბანეთი და 20 კაპიკი ღირდა, კააქის ტორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა უყურე ზოგი ვინც ახალგაზრდაა და ძველები ვინც ავართ, ვიტყვით ხოლმე, აი რა ის დრო რა იყო და არ ვიცი, ბოლო ხანს ეთყობა ბევრი დრო მაქვს თუ სიბერეს ნიშნებია თუ რავი, რა არის, წარსულს ვიხსენებ ხშირად და აი ის დრო ჩემთვის ვფიქრობდი, ვოლგოგრადში დღეში 2 სეანსზე რო დავდიოდი ფილმზე, 2 დღე მუშაობდი, 2 დღე ვისვენებდი, სანამ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, ხო და ის 2 დღე რო ვისვენებდი, ღვთისმფარი ხო ვიყავი და დილის სეანსები, ანუ 12-ზე, 2-ზე, 4-ზე 25 კაპიკი ღირდა ბილეთი და მერე საღამოს სეანსები მგონი 40 კაპიკი და ნუ იშვიათად იყო ხოლმე პრემიერა, თუ ღირდა ცოტა მეტი, არ ვიცი და დღეში 2 სეანსზე დავდიოდი, ბუფეტში რაღაც კაპიკებად რაღაცას მიირთმევდი და ამას ვიხსენებ, გესმით და ახლა ყველაფერი როგორ ღირდა და ყოველ დღე შემეძლო რომ კაფე რესტორანში რაღაცა შევსულიყავი და მესადილა, სიტყვაზე რამდენიმე მანეთად, ხო და ამას რო ვიღაცას უყვები, ხო, გეტყვის, აი შენ კომუნისტებს მისტირი და შენ კომუნისტური წყობის გადმონაშთი ხარ. არა ხალხო, არა. მე მაგ წყობას არ მივტირი, კომუნისტებს არ მივტირი და იმიტომ რომ არც ახლა არ მაკლია მე მგონია რომ არაფერი. ნუ იმდენი მაინც რომ ყოველ დღე სიტყვაზე რა საჭმელი ვჭამბოდა, სადაც მინდა იქ შევიდე და სადაც მინდა გამოვიდე, ეგ არ არის. არ ვიხსენებ იმ დროს ტკბილად, არა იმიტომ რომ აი ეხლა ყველაფერი მაკლია და მაშინ რა კარგია ყველაფერი იყო. არა, მაშინ მეკლდა ყველაფერი ალბათ. მაგრამ იცით რა არის, როდესაც ჩვენ წარსულს ნებისმიერი ადამიანი წარსულს ვიხსენებთ და აი რა კარგი დრო იყო. ნუ რავინ, ნუ წააძახებთ, ნუ რავის რომ შენ კომუნისტებს მისტირი. არა. იცით რას მივტირით? ჩვენ ახალგაზრდობას მივტირით. ის დრო იმიტომ გვინდა ის წარსული, იმიტომ მოგწონს რომ ახალგაზრდები ვიყავით მაშინ და ყველაფერს სხვა გემოქონდა. არა იმიტომ რომ აი მოხუცებისგან ბავშვები რო ვიყავით, ხო, გაგიგიათ რომ აი რა კარგი დრო იყო, უწინდელი დრო, რა კარგი იყო და პატივისცემა და ეს იყო და არა, ის გადამახლა იმ დროს მისტირის. ეს უკიდია იმ დროს თავის ახალგაზრდობას მისტირის. იმ წარსულს რო ვეფერებით, ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც გვენატრება, ბავშვობა, ახალგაზრდობა, რომელშიც ვერ დაბრუნდები. Ai italielებს აქვთ გამორთქმა gioventù passa in fretta non torna più. ახალგაზრდობაო ძალიან სწრაფად გადისო და აღარ ბრუნდება არასდროსო. ხო და ეგ არის. ხო და
ხო ქადაგად დავარდაო. არა, მე საუბრობ იმას, რაც ჩემი განცდებია, იმას, რასაც ვფიქრობ ეს დღეები, რაც, ესე რა, თქვენთან მინდა რომ ამოვიღო ჩემი გული და ჩემი აზრები გაგიზიაროთ. ჩემი აზრები გეჭორაოთ, აჰა. ხო და ასე რომ იმ ჩემ ახალგაზრდობას მივტირი, ჩემთვის ვფიქრობდი, ვიხსენებდი, ჩავიდოდი იმაში საცხობში და 22 კაპიკი ღირდა ეკლერი, რომელიც კარაქის კრემით იყო. სუფთა კარაქი ქონდა გულში და ამ კარაქს გამოვადედით, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო იმდენი კრემი ქონდა და მე შეგეძლო 3-4 დღე პურზე წაგესვა და გეჭამა რა. და 22 კაპიკი ღირდა და ეს და მე ახლა ჩემი თავი მე დავიჭირი. განა იმიტომ მივტირი რომ ვაიმე ახლა არ შემიძლია ვიყიდო რაღაცა და არა, მივტირი იმ ახალგაზრდობას. მერე გამახსენდება რამე ისეთი სასაცილო მომენტები. დედაჩემა მოსკოვში მიყიდა პალტო. დაათბილული პალტო იყო, ბეჟი ფერისა. ესეთი წაიანკა საყელო ქონდა ბეწვი, კურდღლის ბეწვი ქონდა, კურდღელი იყო თუ რავი რა ბეწვი იყო, არა, რაღაც ხელოვნური და აქ იკვრებოდა და ორი დიდი პომპონჩიკი ქონდა ბეწვისა. მეფარა ქუდი ასე დახატული ჩაკრასკული წითელი პობა და როგორც რუსეთის წესი იყო, მაშინ ეხლა არ ვიცი. ხო და რუსიდან ვერ გამომარჩევდა არა ადამიანიშვილი. ზამთარია, მაცვია ესა და მივდივარ და თან მისრიალებს სალამანდრა ჩექმები მგონდა ვაიმე როგორ მახსოვს. მოსკოვში მე მისცა დედაჩემმა მგონი 230 მარტი, ვაიმე ძალიან ძვირფასი იყო ისე რომ ვერც გაყიდიდნენ და ჩავიცვი. ხო და ეს სალამანდრა ჩექმები მაცვია, ტყვასი არა ვარ, ქალი რამდენი წლისა ვიყავი ხალხო, ან 18 წლისა ვარ, ხო და ჩვენი სადაც ცხოვრობდი, ვოლგოგრადიდან მიყურებენ მე სელხოსთანავ ცხოვრობდი, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტთან ახლოს და დაღმართი იყო ტრამვაის გაჩერებისკენ და მივდივარ დასარეკი იყო კიდე იქ დასარეკი სატელეფონო პოსტა, საიდანაც ვრეკავდი ხოლმე და წუთი ღე და 15 გაბიკი. ხო და მივდივარ ასე და მივცოცავ ნელა მივდივარ რომ არ ამისრიალდეს ფეხი ცოტა ის თავქვე და ქვემოდან მოდიან ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭები, ქუდები არაფარიათ. გამწვლიკული ჩემი ასაკისები ალბათ ან ცოტა დიდები. ჩემი ასაკისე, ქართველი ბიჭები, 4-5 ბიჭი მოდის, წვრიკა ბიჭები არიან და მოდიან და ეხლა ისმათ რა იციან, მოდის ვიღაცა რუსის გოგოშკა. ჩემზე ფიქრობენ ეგრე და თან ერთმანეთში უკვე ხადაობენ ჩემზე. მესმის. ხო და მიდი როგორი მოდის რაღა მე კიდე ამ ხელა კი არ ვიყავი, სულ ვიყავი ისა პუტკუნა, მაგრამ ეს პალტო ვაცვიო, გაჭერილი მაქვს კამარი კაი. აი მე დედაში მიძლია როგორ მე თვითონ მეცინება და სხვა შეიძლება არ გაეცინოს, იმიტომ რომ მე თვალწინ მიდგა ეგა და მოდიო ახლა და გამისწორდნენ ეს ბიჭები და იცით როგორ შუაში მატარებენ რა, აქეთ იქიდან თვითონ არიან და მე შუაში უნდა გავიარო და ერთი ეთყობა ძალიან მაყვარანცხი იყო ის ერთი ყველაზე თამამი და ესე ბურთულაზე ეს პომპონჩიკები რომ კიდია ბეწვისა და იმაზე აჰკრა ხელი და გოგონი ქართულად მითხრა და მე კიდე მიუბრუნდი და ხელი ბიჭო ქართულად უთხარი ესე იგი აი გაქვავებულები გინახია ათვინმე აი ესე გაჩერდნენ ვაიმე ბოდიში ქართული ვაიმე ისეთი სასაცილო უთხარი ხელი ბიჭო და გაჩერდნენ ეს ბიჭები ვაიმე არ ვიცი სადაურები იყვნენ ეხლა აღარც კილო არ მახსოვს მე იმათი საუბრისა და მე ამ სიცილით გავაგრძელი არ გავჩერდი. ხო და ესეთი მომენტებიც იყო. სადაც არ მელოდებოდნენ ხოლმე. ერთხელ კიდე ვილნიუსში, ტალჩოკზე ვილნიუსში ბაზრობა და მივდივარ ჩაჭედილი ხარ იქ ვერ გამოხვალ რიგიდან და მივცოცა ტალკუჭკა ერქვა. მართლა ტალკუჭკა იყო და ისა მივცოცავთ ამ რიგში და უკან ორი ახმახ მე ხა სიმაღლე არ მაკლია მეტრ 70 ვიყავი ახლა არ ვიცი მაგრამ ეს ორი თასავით ბიჭი. ახალგაზრდა აი კარგი რომ მოგეწა რომ თვალი მომცა მაყუ ისეთი ჯიშიანი ქართველი კაცები ბიჭები იყვნენ და ეგრე 25-28 წლისები.
ეს ერთიეუბნები, ბიჭო, აბა მოდი ნახე ეს ჯემპრი მოგწო კურტკა, ძირითადად ქართველები იქ დავეძებდით, შალევო ისაყელოთი ჯემპრებს და ტყავის კურტკებს. ხო და წვიმა, ჭყაპი, ვილნიუსში ჯერ სუწვიმს და მით უმეტეს ოქტომბერში ვიყავი და ეს ორი ბიჭი მომდევს უკ. აი ზედა მყარან რა მოკრულები. იქაც ხუდი მაფხატია, ბერეტი მეფარა იქ კიდე. ხო და მომდევენ უკან ხარცა ფიქრობენ არა. ეს ერთი ეტყვის ბიჭო, აბა მოდი ამას შეხე, გადი მაგის დედასაც. გამოდე კიდე აუ მაგის დედას, აუ ამის დედას, აუ ჯემი დედა, აუ სიტყვა არ უთქვია გინების გარეშე. აი სიტყვა არ უთქვია. მე გინება არ მიყვარს. მამა ჩემიც გინებია იყო, პაპა ჩემიც გინებია იყო. ისე რომ მე რო ახლა ისეთ ოჯახში გავიზარდე და ვაიმე გინება ჩემთვის სკანდალია და რამე არა. მაგრამ იმდენი გინება იყო ხალხო, ისეთი რაოდენობით და ისეთი სიტყვებით, რომ უკვე აი ვეღარავით და მოუბრუნდი და კარგით რა ბიჭებო, აღარ შემიძლია მეთქი უთხარ. სად გაქრა ის ორი ბიჭი, არ ვიცი, ვეღარ დავინახე, ოღონდ მართლა. ერთი ბოდიშიო კი მითხრეს და აი სად გაქრნენ ვეღარ დავინახე, აი უკვე მართლა თან კიდე კარგა კილომეტრები უნდა გვევლო და მართლა აღარ შემეძლო. ოდაიგრე. ეხლა დამაცადეთ ახალ ამბებზე მოვალე ხლავე, ჯერ გავიქცევი. ბოლონეზიური მიდგა გაზზე და იმას მივხედავ. და მე მოგახსენებთ მუხლსაც და ახალ ამბებსაც. დაიცა დავაპაუზო. მოვედი. გონი რომ გამოვრთე. ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ მე მგონი გამოვრთე. ბიჭმა დამიბარა რომ ბოლონეზიურსო იზაო თუ არ შეწუხდებიო ბეშამელა გააკეთეო ბეშამელი და ის ცოტა აურიეორო და ძალიან ვერიტანს პამიდორის სიმჟავეს და მაგიტო ხო კარგად ამაკ დაკლებული მეთქი დაიცაც იქ მორჩი ნინოს უყვარს ხოლმე ჩემი ისტორიების მოსმენა და აღარც მახსოვს ეს ყველაზე რო ვიტყვი ხოლმე ყველაზე ძვირფასი ბეჭედი მაქვს მეთქი ესა სამთვლიანი ტრილოჯი რო ქვია აქა ესა ეს ჩამეტია ხო პურს ვაცხობ ხალხო აი როგორია აი ასეთ პურს ვაცხობ ვურევ რის თქმა მინდა რატომ მოვიტანე ახლა ვაიმე სუნიც აქ პურისა ვურევ ცეხვილი ფქვილი ანუ ინტეგრალე რო ქვია შვრიის ფქვილი შვრია ავენა ზუსტადაც შვრიის ფქვილი იყიდება და თუ მაქვს რაღაცა ბიოლოგიური ახლა ვიყიდე რაღაცა ბიოლოგიური ფქვილია რომელსაც დაბალი ისა აქვს შაქარი აქვს დაბალი და კარბოჰიდრატები თუ როგორ ვთქვა ნახვირწყლები ხო და ამას რო აქ დავდებთ რა არ იყოს სპოტებში არა მაქვს ხო და რის თქმა მინდა ინტერნეტში ხო ყველაფერს უნდა გადააწყდე არ მიცდია ჯერ უნდა ვცადო ამ პურს ბოლო რამდენიმე ჯერზე არის შეიძლება ბევრი თქვენგანი აკეთებს არ ვიცი გამიგონია რომ აკეთებ გამიგონია მე კი არ მოვიგონე ხალხო გამიგონია ჩვეულებრივი საფუარით ხოვზე და ვუმატებ სადღაცა ერთი ჩაის კოვზიც არა აი ერთი ჩაი ნუ ნახევარ ჩაის კოვზი დაუშვათ ნახევარ კილო ფქვილზე ნახევარ ჩაის კოვზს ვუმატებ გამაფხვიერებელს ფქვილში დროშთან არა ანუ საფუართან წყალში არა ფქვილს ვაყრიხ გარშემო და გამოდის ძალიან რბილი უფრო ფუმფულა და მალე არა ძველდება ეს დავადგინე და ეხლა გუშინ გადავაწყდი უკვე მოზელილი მქონდა ეს გადავაწყდი ვიდეოს სადაც არის მაიონეზი ანუ მაიცა ნახევარ კილო ფქვილზეო 2 სუფრის კოვზი მაიონეზიო 100 გრამიო და რა ვიცი 100 გრამი რამდენია მაგრამ ნუ 2 სუფრის კოვზიო მაიონეზიო ზეთიო აღარ მახსოვს რამდენი 70 50 ეგრე რა 50 80
მილიგრამი 2 მილილიტრი როგორი ზომებაზეთი და ჩვეულებრივი საფუარით ცოცხალი საფუარი ანუ ნედლი და ესე იგი ცომი იყო გავგიშდი. ეხლა ეგ უნდა ვცადო. თუ მაიონეზი მასეთ რამეს აკეთებს და მე გემოზე როგორია ეგ არ ვიცი. ეგ უნდა ვცადო და რო ვცდი მე მოგახსენებთ. ხო, ეხლა ახალი ამბები მეთქი რო გითხარით, ახალი ამბები კარგი არაფერი არ აქვს. ფეხი, ჩემი ფეხის ამბავი თუ გაინტერესებთ, წისვლა არის გაცილებით უკეთ დავდივარ, კარგად იყრდნობს ფეხი. არ ვიცი გითხარით თუ არა ეს გავიკეთე რენტგენი. მე მგონი რომ არ თქვა. რენტგენი გავიკეთე, ხვალე მივდივარ ექიმთან კონტროლზე და რენტგენი გავიკეთე, სადაც პროთეზი კარგად არის, კარგ მდგომარეობაშია, კარგად არის ჩამაგრებული, კარგი პოზიცია აქვს, ყველაფერი კარგად აქვს პროთეზს, მაგრამ მუხლი შესიებული მაქვს ისე დაცხრა რა თქმა უნდა ისე აღარ, მაგრამ სითხე დგასო. ეხლა ვნახოთ ხვალე რას მეტყვის ექიმი თუ არა და მე თვითონ რამეს მოვიფიქრებ რომ ეს სითხე დავაშრო. ხო, რაც შეეხება მუხლი უნდა მოიხაროს 120 გრადუსით. ანუ უნდა მოხარო. იმ ხელას მაყვირებს და ვეუბნები, ნუ მაყვირებ, მე მცხვენია რომ უყვირვარ ფიზიოთერაპიას გეუბნებით. მაგრამ მეუბნება შენ მადლობა თქვი რომ მე ვარო და ჩემი ქმარი არაო, თორე ის არ უყურებს ვინ აყვირის, ვინ აჭყივის, ვინ კვდება ტკივილითო, მაინც მოხრიდაო. 90 გრადუსზე ხრი თავისუფლად, ანუ რო ვზივარ ეხლა ეგეთ გასწორებული აღარა მაქვს ფეხი მოხრილია, 90 გრადუსზე ვხრი ფეხს. მაგრამ არ არისო ეგა უსაკვარიო, 120 გრადუსზე უნდა ავიდეთო. განსაკუთრებით პირქვერო დაგაწვეს და ამ ფეხს რო აიღებს და უკანიდან ხრის. ეგ არის აი შიგნით ყველა ძაფი, ყველა ლეგამი ქართულად არ ვიცი, ყველა კუნთი, ყველაფერი რო სკდება და გიჟდები, ისეთი ტკივილი აქვს. არა, პროთეზიო იმის საშუალებას იძლევაო, რომ პროთეზი იძლევა, იმიტომ რომ ის თავისთვისაც ტრიალებს გავიგე, მაგრამ ამდენი კუნთები და მყესები სკდება კაცო. არაფერი არ მოხდებაო, უნდა მოხუნო. ვნახოთ, არ ვიცი. ფაქტი ეგრეა. რაც შეეხება კიდე ახალი ამბავი, გუშინ წინ საღამოთი ღამე თელებისას დენი მოდიოდა შუქი. სადღაცა ირთვებოდა სიგნალიზაცია ბინაზე. როგორ ხვდებოდი რომ შუქი მიდიოდა, საძინებელში ხო გვაქვს ისა, რა ქვია? არის კონდიციონი. ქართულად როგორ აქვია ხალხო? კონდიციონატორი. რაც არის, კონდიციონი. მე არ ვიცი. ხო და ის დენი რომ მიდის, მე რომ მოდის დენი, ირთვებოდა თავისით ავტომატურად და იწყებდა იმას. ნატურა, მე კიდე კარგი ის ტელეკომანდო, რა ქვია, პულტი გვერდზე მედო. ავიღებდი, ჩავთავდი, და 3-ჯერ 4-ჯერ ეგრე მოხდა. ნუ რა ვიცი, ხა მოხდა, დილით ავდექით. ფიზიოთერაპია მაქვს უნდა წავიდეთ და ლიფტი არ ამუშაობს. და დღემდე არ ამუშაობს ლიფტი. არ ვიცი შიგნით რა დაიწვა, რაღაცა ის კომანდო რაღაცა დაიწვა და რო არიქა და ნუ მეოთხე სართულის კაცმა მაშინვე თქვენზე ვიფიქრეო ქალბატონო, მე მეუბნება შეხვდა მე დაბლა მე და ჩემ ქმარს, რო ისაო როგორი უნდა ჩახვიდეო და ჩემზე კი არ იფიქრა, მეოთხე სართულზე რო არიან და შეშა აქვს ასატანი და ბუხარი აქვს, აი მაგაზე იფიქრა. არა, ცუდად კი არა, მართლა იფიქრებდა ჩემზე, იმიტომ რომ კარგი ბიჭია. ხო და ფაქტი ის არის, რომ 2000 ევრო გაკეთებაო პლუს ივა. ანუ არ ვიცი ივა რამდენია 22% თუ რაღაცა 2000 რაღაცა. მოკლედ 8 ვართ პორტო სადარბაზოში და სადღაცა 300-400 ევრო მოვა თითოზე. პლუს მაგას უკვე რახან სამუშაოები არის გასაკეთებელიო. ბარემო ისაო ტროსებიაო გამოსაცვლილიო ისაო და მოკლედ ალბათ 1000 ევროს გადავალთ. თითო ოჯახი. ჩვენ ცოტა ნაკლებს ვიხდით პირველი სართული, ზემოთ მეოთხეები მეც იხდიან. ხო და არა გვაქვს ისევ ლიფტი. ხვალე უნდა მოვიდი, შაბათი კვირა დაემთხვა. ხო და მე როგორ ჩავდივარ, ზადნით.
სადნით ჩავდივარ, ვებღავჭები იმას მოაჯირს და ეგრე ჩავდივარ და ამოვდივარ, ამოსვლით არა უშავ რა კიდე ამოვდივარ ჩვეულებრივ. ხო და აი ამ დღეში ვართ ბატონო, ხარჯები არ ილევა ხალხო, აი მაგ მეოთხე საფრთხეზე რომ ვამბობ, კუჭის ოპერაცია რო გაიკეთა ადრე მაქვს ნათქვამი მაგ ბიჭს, ეხლა 4 სული არიან, 2 გოგო ყავს, ერთი 18 წლისაა, მეორე რავი 15-ის, 16-ის და ცოლი კიდე ის არის, ბებიაქალი. თვითონ რა ვიცი რა სამუშაობს დიდ არაფერს, ხო და იძახის რომ ძალიან ისავართო, გაჭედილებიო, ეხლა ზაფხული მოდის, 1000 რამე ოჯახს ერთი ხელფასი არაფრით არ ეყოფა. ხო და ეხლა წარმოიდგინეთ ხარჯი მაგათად, ჩვენს ყველას ურტყავს გაუთვალისწინებელი. ეხლა გარდა მაგისა, გარაჟში სადაც აგვაქვს იქ როა სამუშაოები ჩასატარებელი ხომ მოვიდა 3500, ეხლა ახალი დაანგარიშებით გადაატრიალის, გადმოატრიალის და ეხლა მოგვივიდა 2400. ანუ 1 წლის განმავლობაში ყოველ თვე უნდა ვიხადოთ 200 евро. ამაზეც არ არის კარგად დაანგარიშებული, იმიტომ რომ იქ რაღაცა არის შეცდომები, მაგრამ ნუ ჯანდაბას ვიფიქრეთ. მაგრამ ფაქტი იცით რა არის? ამდენი ხარჯი ეხლა უყურე ეს ჩემი ისა ფიზიოთერაპია, რომელიც არ ვიცი, 12 გავიკეთე უკვე და ეს გოგო როდემდე აპირებს, ხვალე კიდე მივდივარ. ეხლა თუ კინეტიკის მანქანა ამაღებინეს არენდით და დღეში 10 евро თუ 12 კიდე ეგ არის, არ ვიცი კიდე, ნუ არ ვიცი, ნახოთ რა მაგას არის. ეხლა მე თქვენ კი არ გეწუწუნებით და იმას კი არ გეუბნებით, ვაიმე და ვტირი ვარ არა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აი ესეთი ხარჯები, ინოჩენტე იძახის, რომ ვიძახდით რა, რომ აღდგომასო გავიდეთო, რამდენიმე დღე მაინც გავიდეთო. იმიტომ რომ ამხელა სტრესი გადავიტანეთ, ამხელა ეს, ამხელა ის და გავიდეთ. აი, გადი. ისევ ხარჯები გამოწყურება რაღაცა, ისევ, მაგრამ ნახოთ, თუ ჯანმრთელობით კარგად ვიყავით და ფეხზე ვიდექით და ან ერთი და ან მეორე, ნორმალურად არა. ეხლა ინოჩენტემაც ხო გაიკეთა ეს ხერხემლის თიაქარზე ფიზიოთერაპიები, ეგ ხარჯიც ალკე კიდე, მოაკლეთ რა, ხო და ესა. აი, ცივიც კი უგემრიელესად მივირთვი რა. ხო და უიმე, ლამბაკი როგორ შემიხამებია, ამის ფინჯანი არ მოვიტანე ისა. მე მოვედი გონზე, როცა ლამბაკი დავინახე. ნუ როგორც არის, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ხო და ეხლა იმის თქმა მინდა რომ ხარჯები და რო კითხო ამ მთავრობას. ამ მთავრობას გულისხმობ იტალიის მთავრობას. უიმე, ხალხისთვის არის და უიმე და არც კი სცხვენიათ, რომ პენსიაზე მოემატა დარიცხვა გააკეთეს, არ ვიცი როდის სექტემბრიდან ან თუ როდის იყო, евро და 80. евро და 80 მოუმატეს, ჩემქმარს არა, მინიმალური პენსიები ვისაც ჰქონდა სოციალურები, 500 евро პენსიები ვისაც ჰქონდა გონი, თუ 800, ნუ დაბალი პენსია ვისაც ჰქონდა, евро და 80. 2 ევროც არ არის. მგონი евро და 80-ც არ არის. ამაზე სუნუ მოუმატებ, რა თქმა უნდა. იანვრიდან ინვალიდობის პენსიას მოემატა 3 евро. 3 евро. როდესაც 3 евро, აი კაპუჩინო და კრუასანი რომ მირთო, ეგ არის 3 евро. ნუ მე არ მივირთმევი კრუასანებს, მაგრამ ხო არის ხალხი რომ ყოველ დღეს აუზმობს ბარში. ხო. და აი ეგრეა. ასე რომ მთავრობა პოლიტიკაზე არ ვიწყებს საუბარს, თორე გული გამისკდება, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, არ მინდა არაფრის თქმა, თორე სათქმელი მაქვს აუარებელი და მე ამას რაც ახლა ხდება, კიდე კარგი მოწმე მყავს ეს ჩემი ქმარი, რომელიც მე არა მიჯერებ და 2 წლის წინ, როდესაც მე ეს ყველაფერი ვთქვი, განა იმიტომ რომ ნათელმხილველი ვარ, არა. გავლილი გვაქვს ჩვენ ეს ამბავი საქართველოს გამოვლილი აქვს ყველა ამერიკის და ევროპის და იმის მოღალატეობა და
ხალხო რისი გჯერათ, ვისი გჯერათ? კარგით რა, არ მინდა მაგაზე საუბარი. არ მინდა, იმიტომ რომ მანდაც ვიცხოვრე, რუსეთშიც ვიცხოვრე 8 წელი. საქართველოშიც ვიცხოვრე რავი რამდენი წელი და აქაც ვიცხოვრე ევროპაშიც 17 წელი და რაღაცა აზრი მაქვს. ნუ რავი, ნუ გამოხტებით არაფერი შენ არ გესმის, იმდენი მესმის რომ ნეტა მეყოფა. იმის თქმა მინდა რომ ისა არ მინდა არაფერზე საუბარი. ეს რაც ეხლა ხდება, მე ეს შარშანაცავ თქვი, ჩვენ ხარს არაფრით არ მიჯერებთ, არა შანსი არ არის. აი ზუსტად რაც მე ვთქვი, ეხლა ვიყურებ დაჭყეტილი და მე ვთხარი, ეს არ მორჩა აქ. ეს ეხლა რაც ხდება, ამით არ დამთავრდება. უარესი წინ არის და მართლაც იქნება. მეგანა იმიტომ რომ მინდა, არ მინდა, მაგრამ ვიცი რაც ხდება. იმიტომ რომ ვიცი. დავალებოთ თავი, არ მინდა მე პოლიტიკა, იმიტომ რომ განა იმიტომ როგორ გითხრათ. ყველა საქმეა. ქვეყნის ბედიღბალი ყველა საქმეა, მაგრამ ეხლა ისეთი ამბები ხდება მსოფლიოში და ისეთი გადაჯგუფებებია და ისეთი ამბებია და თავი დავანებე მე რა, მოკლედ იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ჩემი აზრების თქვებას აზრი არ აქვს. და ისე უაზროთ კიდე, იმიტომ რომ და მე ვილაპარაკო, რაც ეგ არ მინდა. მოკლედ. ხო და აგრე. მოუბრუნდები ისევ ჩემ თავს. ასე რომ ხალხებო, ხვალე მივდივარ კონტროლზე მეთქი. და ნახოთ ის გადარეული ჩემი ექიმი რას მეტყვის. ფაქტი ის არის, რომ კარგად ჩაატარა ოპერაცია, ფაქტი ის არის, რომ კარგად ჩაამაგრა პროთეზი და ნორმალურად არის და ვნახოთ, არ ვიცი რავი რა, მე მარტო ის მინდა, ტკივილები რა თქმა უნდა მაქვს, ისე აღარ როგორც ამ მქონდა. არ არის ეს არც რეუმატიული ტკივილები, ეს არ არის ართროზი ამ ფეხში აღარ არის, იმიტომ რომ აღარ არის ახსარი, ფაქტია ის არის ხელოვნური დგა. ართროზი მანდ არ არის, მაგრამ არის შიგნით არის ყველა იმ კუნთების და ლეგამი კიდე თქვა, არა კიდე როგორ ვთქვა. მოკლედ ყველაფერი შიგნით რაც ძარღვებია და კუნთები, ქსოვილები აი მაგათი ტკივილია, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი იქნა აღდგენილი და გაჭრილი და შეკერილი და ეგ ყველაფერი როგორც ექიმა გამაფრთხილა სუთავიდან რომ ექნება ტკივილები 3-4 თვეო, ეგრევე იქნება და ნუ მაგას შეგუებული ვარ. როდესაც უკვე ვეღარ უძლებ ხოლმე რაღაცა ერთ რამე გამოყოჩებას გადავყლაპავ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა აღარ არის ის ოპერაციის შემდგომი ტკივილები, რომ დღეში 3-ჯერ ვსვავდი და კედლებზე გამოვარბოდი, ეგრე აღარ არის. ნახოთ, რა ვიცი, სახლში ნელანე გუშინ იყო ჩემი დამხმარე გოგო მოსული. მე რა თქმა უნდა ღმერთი არ მასვენებს და მაინც ამ ერთი ჯოხით დავხანყვალებ და რაღაცებს ვაკეთებ, ნუ ლოგინი თეთრეულს რო გამოვჩვლი, მე უნდა გავასწორო, მე იმიტომ რომ ამას წინ არაფრის თავი არ მქონდა, წინამოსვლაზე მაგან გამოცვალა და ვაიმე ლოგინ ჩემ თვალზე ვეღარ მოვიყვან. მოკლედ ეგ თავიდან სხვა თემაა ეგ. ხო და გუშინ 4 მანქანას არიცხი დავრეცხე. დავფინე, ავიღე, ეხლა მაქვს ერთი კიდე ასაღებით, ის თეთრეულები წუხელ გვიანი შუაღამეზე გავფინე, დავრეცხე და გავფინე, იმიტომ რომ მეთქი აღარაფერი აღარ იყოს გასარეცხი და ეს ეგ მაქვს ასაკრეფი ეხლა. მაგას თრამებს მე ვაკეთებ, რაღაცებს ადილებს ვაკეთებ, ნუ ნელა-ნელა რა ცხარაცხეებს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ხა სარეცხი როა გასატანი, ტაშტით და შემოსატანი, მაგას ინოჩენტე მეხმარება, ეგეთ რამებს არ ვეწევ. დანარჩენი რაც ისეთი რამეა რა, რაც შემიძლია რომ მიმოქმედო, ვაკეთებ. იმიტომ რომ მინდა რომ ნელა-ნელა ჩავდგებ წყობაში. ერთხელ გავედი მარტოკა სახლიდან გუშინ წინებში. რა დღე იყო? გონი ხუთშაბათს დილით და ისა ბარში ჩავედი და ინოჩენტეს ვთხარი გავალ მეთქი თხილად, თხილად, წადი, მე ვთხარი და გავიდე მარტოკა. ნუ ჩავედი იქ დავჯექი. და ეს არაფერი დავლიყავ ცოტა ხანი ვიჭორავე, მე ეს ავონის გოგო მოვიდა და კატალოგი მომცა,
კი არაფერი არ მინდა რომ გითხრათ. სათვალეები ვიყიდე, თქვენთვის არ მიჩვენებია. მე გაჩვენებთ. ხო და ეხლა რაღაცა ჩანთა შევუკვეთე. მაგ წითელი ჩანთა ეგრე ხარიღლიავა, მაგრამ არ მომწონს რაღაცა ისა გოიმურა ძველმოდურა და რაღაცა ჩანთა შევუკვეთე და ვნახოთ რავი რომ ჩამოვაგაჩვენებთ. ხო და არაფერი სხვა არაფერი არ მინდოდა, იმიტომ რომ რავი არ მინდა, არა მჭირდებოდა რა და ვნახოთ მე. რა და მემართა ხალხო, არაფრის ყიდვა აღარ მინდა. ანუ ხო ვიყავი გიჟივით ყოველ იმაზე შევდიოდი და რავი რამდენი გეფიცებით ფეხსაცმელები რო ვიყიდე ხო გაჩვენეთ ზოგი ბათინკები არაფერი არ ჩამიცვია. სამი ზუსტად არ ჩამიცვია, ის რომელიც ჭრელი იყო ორნამენტებით მწვანე და ჰუგები არა ფეხი არც გამხსენებია რა. ხო და ეხლა შევდივარ ამოხერ ჩემ საყვარელ ძალანდოზე. თვალიერებ ვუყურებ, თითქოს რაღაცა მომეწონება, თითქოს მინდა რაღაცა ვიყიდო და არაფერი არ მინდა. არაფერს არ ავყიდულო. არ ვიცი. არ ვიცი ეგ რატო დამემართა. ნახოთ, იქნება დამიბრუნდეს ხალისი. არა და ჩემთვის ვეუბნებ, ნანა იყიდე რაღაცა რომ გახალისდე ცოტა რა, რაღაცა რა ვიცი. ხო, ზაფხულის კაბები მაქვს გამოსაცვლელი. ჯერ ერთი იმიტომ რომ კარგად მოვიკელი და ეს ყველაფერი ფამფხლარიკებს, ისედაც ხო დიდი ზომები მქონდა ნაყიდი და ეხლა ვით უმეტეს და ხო, ახალი ამბავი კიდე ის არის, რომ უკვე დავჯავშნეთ ზაფხულის დასვენება. ამჯერად ბინას არ ავქირაობთ. სასტუმრო დავჯავშნეთ 10 ივლისიდან 24 ივლისამდე, ანუ 2 კვირით. იქაც გაძვირებულია ფასები. ანუ გუშინ როდის იყო ტელევიზორს უყურებდი, რომ იტალიაში გაზი გაძვირდა 93%-ით. წარმოიდგინეთ. გაორმაგდა რა. ხო და ეხლა როდესაც გაზი გაძვირდება, ბენზინი გაძვირდება და დენი გაძვირდება, მე ყველაფერი ძვირდება, ყველაფერი მაგაზია მიბრუნული. ხო და ომი დაიწყო, ყველაფერი გააძვირეს, რომ ომიაო და ომი დაიწყოო და არიქაო და რუსეთიო და არიქა უკრაინაო და გააძვირეს ყველაფერი და თქვენ იცით რა მოხდა მაშინ და ეხლა ომი ვითომ მთავრდება, ვითომ ჭყალებში მთავრდება და ისევ ძვირდება ყველაფერი. რაღაცნაირად ლოგიკა არ აქვს მაგ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვინ გვკითხავს. ხო და იქ ფასები გაძვირებული გვაქვს ისევ, ანუ 11 ივლისამდე ჩვენ 10-ში 2 დღე გვიწევს 80 ევროა ერთი ადამიანი, ანუ დღეში 160 ევრო არის 2 და 11-ის მე 12-დან უკვე 84 евро გონი. ანუ 168 ერთი დღე. ეხლა თქვენ დაიანგარიშით. ხო და გამოგვიგზავნეს უკვე ისა პრევენტივოს რა ქვია, ფასების დაანგარიშებული რა, არაც არის და რადგანაც ჩვენ ნაცნობები ვართ და ბრუნდებით იქ სადაც შარშანწინ ვიყავით, კი არა და წლების წინაც და არ მოგთხოვეს B. თორე 30% არის B, რომელიც მაქსიმუმ მაისისთვის მაინც უნდა გადარიცხო. როდესაც უცხოა ჩვენ არ გვთხოვენ და თუ მე არ ჩახვალ ის ფული დაკარგულია. ჩვენ არ მოგთხოვეს ეგ არსებობს, პირიქით გაუკეთებიათ ფასიანი პარკინგი. ცოტა მოშორებითო გავაკეთეთო, ფასიანიაო და თქვენო არ გადაგახდევინებთო მაგ ორ კვირაშიო პარკინგის ფულსო. ეგეც დაგვიქვითეს. რავი რამდენი იყო არ ვიცი, მაგრამ პატივისცემაა და სასიამოვნოა. ასე რომ ეგ გავაკეთეთ. მე თო კაი ყურით გვისმინე და კაი თვალით გადმოგხედე, რომ ზაფხულში ეგ 2 კვირა დავისვენოთ. მაგრამ ეხლა ჯერჯერობით მთელი ძალის ხმევა მაქვს იქით მიმართული, რომ სააღდგომოდ წავიდეთ. ეხლა წელს მგონი აღდგომა მოდის ერთად. ჩვენი და კათოლიკებისა. ხო და 20 აპრილს არის რავი ამათი და მე მგონი რომ ჩვენიც. და 20 აპრილს
ჩვენი 10 წლის თავია ქორწინებისა. მე არ მიყვარს ჩვენი ქორწინების თარიღი. არა, იმიტომ რომ ქორწინებასთან აქვს პრობლემა. არა, 20 აპრილს არ მიყვარს არა, ცუდი სიტყვა არა. ისევ დედაჩემის ის არის 22 აპრილს დედაჩემი დაიღუპა და აი მაგ დღეებში უკვე ყველაფერი მიხუნდება. მე არ როგორ ვთქვა რა, ხასიათი რაღაცა მიდის. ასე რომ, ნახოთ. არ მეგონა რომ 20 აპრილს გეგმა მქონდა რომ აქ სადმე ვიწრო წრეში რა ერთი რამდენიმე მეგობრით გავიდოდით რესტორანში. უკვე შერჩეული მქონდა რა ისე ვილაპარაკეთ მე და ინოჩენტემ მანამდე. ზღვის ნაპირას არის ძალიან კარგი რესორტი, როგორ ვთქვა, არ ვიცი. პატარა დასასვენებელი სახლია რა, მოკლედ. ფასები არის ძალიან ძვირი, მაგრამ პირდაპირ ზღვაზეა. ტრანში. ასკოსა ქვია იმას. რესორტს ხო და მოკლედ იქ ვთქვი რომ მოდი მეთქი კარგი ამინდი იქნება უკვე და იქ წავიდეთ მეთქი და იქ ავღნიშნოთ. მაგრამ ეხლა გადატრიალდა გეგმები და თუ გავალთ და წავალთ აქედან სადღა იქ მოგვიწევს. მაგრამ მე ეხლა იმას ფიქრობ რომ აღდგომის დღისით მე იქ ვერც რესტორანს ვერ ვიპოვი და ვერც ვერაფერს. თუ უკვე დაჯავშნილი არ გექნება. ხო და აი დარდი. არც ეგ არ მაქვს დარდათ. რაც იქნება ეგ იქნება. ხო გავალთ და როგორ ვთქვა, ცოტა გავნიავდებით. არა მაქვს მაგის დაჯავრი ეხლა რესტორანში წახვალ, არ წახვალ, სადაც გინდა ჭამე. მაკარონია. ხო და ეგრე. მოკლედ ეგეთი ამბები მაქვს რა. წავედი ახლა მე მგონი რომ კარგად მოვიოხე გული თქვენთან საუბრით, ამბები გითხარით, გეჭორავეთ და წავალ ახლა. ძალიან დიდი მადლობა. ოღონდ აი ეგრე მადლობა კი არა, აი რა, კარგები ხართ, საყვარლები ხართ, არა. დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ. ბოდიში მოგიხადოთ, მადლობა გადაგიხადოთ. დავფიქრდი რომელია სწორი ფორმა მეთქი. მადლობა, იმიტომ რომ ყველას ვინც სულ ყოველთვის ვიტყვი ამას, იმიტომ რომ თუ სიტყვით არ ვიტყვი, ჩემ გულში მაინც ყოველთვის ვიტყვი და აი ყოველივე კარგს გისურვებთ ხალხო და ამ ყოველივე კარგში ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან პირველი არის ჯანმრთელობა და მერე ყველანაირი სხვა კეთილდღეობა. იგივე მატერიალური, ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, მაგრამ ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა. კიდე რაღაცა მინდოდა ასაკთან დაკავშირებით მეთქვა და მაგას მერე ვიტყვი, თუ გამახსენდება და თუ არ გამახსენდება და თქვენც კარგად იყავით მე. ყველას დიდი მადლობა. ვინც პირადში მწერთ მკითხულობთ, ბოდიში თუ ვერ გიპასუხეთ და რავი იმ დღეებში ისე ვიყავი და გამომჩა და მერე დამავიწყდა. არ ჩათვალეთ ხალხო რომ რაღაცა ვერ ვიყავი იმ პერიოდში, თორე არა იმიტომ რომ უყურადღებოთ მინდა ვინმეს დატოვება და არა. და დიდი მადლობა ყველა იმ კომენტარებზე, ყველა იმ მოფერებაზე, ყველა იმ გამხნევებაზე, რასაც თქვენ მიწერთ. აი ვერ წარმოიდგენთ როგორ ეხმარება კარგი სიტყვა ადამიანს და როგორ კლავს ცუდი სიტყვა. მართლა. აი TikTok-ზე გადავაწყდი ერთი ქალი იყო, რომელიც ალბათ რაღაცა ვიდეო დადო, სადაც ტირო დედის დღეზე და ვიდეო დადო, სადაც ტირო და ემიგრანტია და თავის შვილები ენატრებოდა და ტირო იტირა ამ ქალმა და ვიღაცამ დაუწერა რომ რა არის, რას დამჯდარ ხარ და ვიდეოში ბღავიხარო. და ამან უპასუხა ამ კომენტარს და უთხრა რომ შენ რა იციო მეორო იმ დროს რომ ვტიროდიო იქნება როგორ მინდოდა ერთი კარგი სიტყვაო თქვენგანო ერთი გამხნევებაო იქნება მაგას ველოდებოდიო და მაგიტომ ვტიროდიო რომ კარგი სიტყვები მიმეღოო და კარგი კომენტარებიო და მე ის გამამხნევებ და იქნება როგორ ვეძებდიო მეო ამასო და იმიტომ მეტირებოდაო და
თქვენ კიდე უარესი დამიწერეთო და უარესი ხო და აი ამას ვამბობ რომ ის კარგი სიტყვა რამდენად გამხნევებს რომ მოვდივართ აქ და რაღაცა ჩვენ პრობლემას ვამბობთ რაღაცა რჩევას ვკითხულობ ნებისმიერი ბლოგერი რო არის იმ ბლოგერს ჩათვალეთ ხალხო რომ გარდა იმისა რომ ეხლა თანხა და ხელფასი და ჰაი და ამ თვეში ხელფასი მექნება ხო და სამთო არ მქონდა და ეხლა ამ თვეში მოგროვდა ხო და გარდა მაგისა რომ ხელფასზე მუშაობს ბლოგერი ჩათვალეთ რომ ყველა ბლოგერს სჭირდება ეს ურთიერთობა ისე არავინ არ იწყებს იმიტომ რომ მარტო აი მომწონს კი დაინტერესება არის რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა ურთიერთობა რაღაცის დეფიციტი აქვს ბლოგერს და ნუ რავინ ახლა ნუ გამოხდება თუ არა აქვს ეს ხო და ეს ურთიერთობა არ სჭირდება მაშინ არ გააკეთებს მარტო ფულისთვის ეს ძალიან იშვიათია არის გან არ არის მაგრამ იშვიათია მოკლედ ამ თემაზე სხვა დროსაც მისაუბრია მაგრამ ნუ ახლა არ მინდა ამ თემაზე მაგრამ მე ჩემთვის იცით თქვენ რომ ფული არ მაწყენს და არავის არ აწყენს რა თქმა უნდა ნეტა იყოს და არ არის მაგრამ ეს ურთიერთობა არის აი ხო ახლა რა შეეხება ამას ვინც კი მოდის აქ მიდევს ვინ ჩემოდის ერთქანი იყო მე ეს ჩემი გოგო ხო იყო ნანა რა ლამაზია მე ვთქვა ნახე სულ ქართული ასოები დედა გაგირდა რა ლამაზია და რა ლამაზია ხო და ეხლა რატო არა მაქვს გადაფარებული აი ეს რომელიც მაგიდაზეა გადაფარებული სამშაბათს სუცალი ფეხით რო იყოს ბაზრობაზე წავალ და უნდა გამოვცვალო ეს უნდა ვიყიდო ძალიან ციგნის ცხენივით აჭრელდება ეს ყვაილები ისა და ფერებში კი მიდის მაგრამ ჭრელია და აქ უნდა ვიყიდო გამჭვირვალე ოქროსფერი წინწყლებით ისე რომ სადა რო იყოს მარტო და მე გადავაფარებ იმას გავუკეთებ შუაში და მასე მექნება და მანამდე ეს უნდა მოვაშორო ამას ავიღებ და ჯერ კარგ მდგომარეობაში არა გაფუჭებული და წავიღებ და სამზარეულოში გამოვცვლი იქ რაც არის იმას ასე რომ ეგ უნდა გავაკეთო და ნათიას კიდე და ვეროს აი რავი ძალიან დიდი მადლობა კიდევ და ყველას ჩემ გოგოებს ვინც სულ ჩემზე ფიქრობს და ზრუნავს საჩუქრებს მიგზავნის ყველა იმ ადამიანს ყველას თქვენ არ იფიქროთ რომ აი საჩუქრები ვინც გიგზავნის და ის გიყვარს არა უბრალოდ მეტად ურთიერთობა გვაქვს ყოველდღიური და დავახლოვდით და მეგობრობა გვაქვს მართლა გულიანი ხო და დანარჩენ თქვენ ყველასთან კიდე სხვანაირი მადლიერების გზნობა მაქვს მე პირადად თქვენს მიმართ და თქვენ ძალიან ბევრ თქვენთაგას კიდე ჩემს მიმართ გაქვთ რომ ჩემი კეთილის მსურველები ხართ ანუ ჩემი სიკეთე და კარგად ყოფნა რომ გაგიხარდებათ და ეს არის ჩემთვის ვაიმე რა ნუ ვიტყვით ასე რომ წავედი ახლა მე მივხედავ ჩემ საქმეებს ბეშამელის соуსი მაქვს გასაკეთებელი დიდი რამე მაგას არ უნდა ხო და ისად ვისაც გაინტერესებთ მუსკატის კაკალს არ ვუკეთებ მუსკატის კაკალს ვუკეთებ თუ უნდა გავაკეთო თეთრი ლაზანია თუ უნდა პამიდორთან ერთად აურიო ან პასტა ფორნოს ანა იმ შემთხვევაში მუსკატის კაკალს არ ვუკეთებ და თქვენ როგორც გინდათ რა ვიცი პილპილი უხდება თუ მე ყველის соусად გინდათ ბეშამელის соуსი გადააკეთოთ ჩააყარეთ გახეხილი ყველი ამის ცომი მაქვს პატარა დარჩენილი და გამოვიღე ახლა ფიქრიას გამოგზავნილი სულგუნი რომელიც საყინულეში მქონდა მაგ და გამოვიღე და ხაჭაპური უნდა შევაგრიალო ჩემთვის იმიტომ რომ ინოჩენტე ლაქტოზას შემცველობას ვერ მიირთმევს ხო და მოკლედ და კონკრეტულად წავედი ძალიან კი მინდა თქვენთან დიდი ხანი ხოლმე ჭორაობა მაგრამ ისედაც ვაიმე გამიგრძელდა ძალიან ზარმაცი ვარ რომ ხშირად არ მოვდივარ იმიტომ რომ ეს მეც ამჭირდება და რაღაცნაირად ცუდ პერიოდს გავდივარ ხალხო აი ეხლა ძალიან დავიმუხტე კარგათა ვარ გავაგზელე წავედი აბა ჰედა აბა კოცნით ყველას გეფერებით